ჩვენთან სტუდიაში სტუმრად გიორგი თარგამაძეა, ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების ნაწილში. სწორედ და ამ გადაცემებს შეეხება ყველაზე მეტად ის, რასაც აპირებს ფორმულა სახელმწიფო, რასაც აპირებს სახელმწიფო. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით ფორმულას მაყურებელს. ცხადია, არავინ არის წინააღმდეგი ეთიკური გაშუქების, მაგრამ კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს, რატომ არის ეს ყველაფერი სახელმწიფო ცენზურა რეალურად ის, რაც ჩაიწერა კანონში და შეიფუთა ასე სახელით ბრიტანული. პირველ რიგში ალბათ უნდა ვახსენოთ, რომ ეს ინიციატივები არ ეხება მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს. ამის პარალელურად არალეგიტიმურ პარლამენტში წარდგენილი არის ცვლილებების პროექტი, რომელიც უკავშირდება ფინანსირების კომპონენტს მაუწყებლების. აქ კიდევ უფრო მძიმე ასაფეთქებელი ბომბები არის ჩადებული, ხო, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად გარეძალა გარეძალათ არის მომართული ცხადია ყველა ეგ ჩამონათვალია თუ კი რამე შეიძლება იყოს უცხოური სახელმწიფოს ფონდების ორგანიზაციების თუ ასე შემდეგ მათ ყოველგვარი შეხება კომუნიკაცია ეკრძალებათ ფინანსური შეხება და მხარდაჭერა მაუწყებლობის არა მარტო პირდაპირ არამედ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფებს, სტუდიებს და ასე შემდეგ, რომელთა პროდუქცია, კონტენტი შეიძლება პერსპექტივაში განთავსებული იყოს მაუწყებელში, ეს გამოირიცხება. ხა ამას რატო ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დეტალურად საუბარი ამ ცვლილებებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აზრს კარგავს. გასაგებია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ბევრი მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, ხო? ფინანსური მოგუდვის კუთხით, აი რო კითხო ახლა დღეს ამ მთავრობის წარმომადგენლებს ქართული ეკონომიკა დუხს, ხო? პრემიერად წოდებული ობახიძე ამბობდა, რომ თუნდაც აი პირველ კვარტალში შეიძლება ორნიშნა ციფრს მიაღწიოს ქართული ეკონომიკის თქო განვითარების დინამიკამ და დავაკვირდეთ სატელევიზიო ეთერებს, ხო, წესით სატელევიზიო ეთერებში სატელევიზიო რეკლამაც უნდა იყოს მომრავლებული და საშაყირო თემად იქცა, სულ ერთი ჩინური εμის რეკლამა და მეორე კიდე რაღაცა ორი შენობა შენდება და დავიზეპირეთ თემა ქართულმა საზოგადოებამ, ზეპირად ვიცით, მოკლედ მისი შინაარსიც ეს ადამიანების ქუჩაში რომ შეხვდნენ, ოჯახის წევრები გვეგონება, ხო, ერთი და იგივე, არა, სულ 2-3 ბიზნეს სუბიექტია, რომელიც რეკლამას ანთავსებს. იმიტომ კი არა, რომ დასარეკლამებელი არაფერი არ არის. იმიტომ რომ კრიტიკულ მედიაში და ტელევიზიებში რეკლამის მიტანა პოლიტიკურ გაბედულების დონეზე არის აყვანილი, ხო? ამიტომ ეხა ამაზე ბევრი რამის თქმა და ლაპარაკი ჩვენი მაყურებლისთვის, აუდიტორიისთვის მე მგონი დამღლელიც კი არის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თავდასხმა ფიზიკური პერსონალურად ჟურნალისტებზე და ასე შემდეგ ეს ეტაპები ჩვენ გავიარეთ. ვიღაცებს უკვირთ რატომ არა აქვთ ისეთივე მძაფრი რეაქცია ამ საკანონმდებლო ინიციატივებზე, როგორც იყო რუსულ ეს წითელი ხაზები ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ დიდი ხანია გადავლახეთ. ეხლა ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით რასაკეთებენ? იცი რომ თუ რაღაც ერთი გასროლის პრინციპით, ანუ ამ იარაღის პრინციპით ქმნიდან რაღაც საკანონმდებლო ცვლილებებს რაღაც ერთისთვის გაერტყათ, ეს არის აი საფანტივით მიხვდება მაყურებელი, რასაც ვამბობ, ხო, როდესაც ისეთი ტიპის იმდენი რაოდენობის სხვადასხვა სფეროსა და სეგმენტზე შემხებლობაში თეორიულად მომსვლელი ცვლილებები შემოაქვთ, რომ ერთ თითს რო დააჭერენ, ყველა მიმართულებით, ხო, აი წარმოიდგინეთ, რომ ანკეს კი აი ბადეს რო ისროდნენ თლიანად, რომ ოღონდ აი ბადეს კი არა, აი დინამიცაც რო აყოლებდნენ, კიდე შიგნით რო აფეთქდეს რა. ეს არის აი პირდაპირ გაგებით ბრაკონიერობა პოლიტიკური, რასაც აკეთებს ქართული ოცნება და აქ უკვე დეტალებზე საუბარი, საერთოდ ვინ ლაპარაკობს ჟურნალისტურ ეთიკაზე, მის მნიშვნელობაზე. ეთიკის წინააღმდეგი არ არის, ხო? ხო, ამ ცნების შინაარსი დააკარგვინეს ქართულ სინამდვილეში ადამიანებს, ხო? ეს არის ყველაზე ანტიკულტურული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში წლების განმავლობაში, რასაც აკეთებენ ეთიკის ნორმებით დაწყებული და სხვადასხვა პროფესიების ეთიკის კოდექსებით გაგრძელებული, პოლიციელების ქცევით დაწყებული იქნება, ჟურნალისტებისადმი მოპყრობით თუ უბრალოდ ადამიანებისადმი დამოკიდებულების. ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, ეს გადაწყვეტილებები, რასაც ამზადებენ
სხვადასხვა რაღაც შედარებები ისმის ამ დღეებში ზოგმა ვთქვით რომ საკონტროლო გასროლა, თუმცა ეს შედარებაც აღარ მინდა გამოვიყენო, მე წავამცდა ერთხელ, იმიტომ რომ ესეთი გასროლა საკონტროლო მათ არაერთი უცდიათ და ქართული მედია გადარჩენილა, ტელევიზიების გადარჩენილი ვარ, თუმცა მინდა მაინც აუდიტორია მიცოდეს რომ ჩვენ ერთმანეთს კი ასე ვთქვათ ვაგულიანებ და ვცდილობთ რომ ერთმანეთის ენთუზიაზმი გავაღვიოთ, მაგრამ სატელევიზიო მაუწყებლებს აქვთ სპეციფიკა, რომელიც უკავშირდება მნიშვნელოვან ოპერატიულ ხარჯებს, რომელიც უკავშირდება შენს ენთუზიაზმიღმა არსებულ ტექნიკურ ვალდებულებებს, რომლის უზრუნველყოფის საშუალებები ჩვენ დღე უფრო მეტად გვეწურება და პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ ვართ უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში. ამიტომ ახლა მთავრობა რას გააკეთებს, იმას კი აქვს მნიშვნელობა არალეგიტიმური როგორ შეგზღუდავს კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ისეთ ფაზაში ვართ ყველანი გადასულები, რომ არ უყურებთ ამ ბრძოლას როგორც რაღაცა მედიის პრობლემებისათვის ბრძოლას. არაფერი ამას არ შეცვლის თუ და ვერ შეაჩერებს სრული ავტორიტარიზმისაკენ მავალ აი ამ დიდ მანქანას. თუ კი მთლიანობაში ქვეყანაში ყველაფერი არ შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ არ დაუბრუნდები დემოკრატიული განვითარების გზაზე, თუ გერმანიის ელჩი არ გახდება მთავარი მტერი ამ ქვეყნის წარმოსახვაში შესაქმნელი და თუ არ მივიღებთ ამ მოცემულობას, რომელიც არის. ამიტომ სანამ მთლიანად კონტექსტი არ შეიცვლება, მარტო მედია ვერ გადარჩება, მაგრამ კონტექსტი რომ მთლიანად შეიცვალოს, მედიის გადარჩენა არის აუცილებელი. აი ეს არის რაც მინდა რომ ყველამ გაიგოს ჩვენგან, რომ ეს არ არის მარტო რაღაცა მედიის პრობლემა, ეს არის ამ ბრძოლის პერსპექტივა, შესაძლებლობა. მედიის გარეშე ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ და ბრძოლას თუ მოვიგებთ, მედიაც ნორმალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ბიზნესიც და ყველა პროფესია. გიორგი, ფინანსების ნაწილში ხშირად ოცნება რაღაც გამოწვევას დაინახავს, მისთვის გამოწვევას და შემდეგ რეაგირებს, ხომ არგებს ხოლმე, მოარგებს ხოლმე რაღაც კონკრეტულ მოსალოდნელ ამბავს, ცვლილებას და აქცევს მას კანონად. აი ფინანსების ნაწილში უცხოეთიდან შესაძლო დაფინანსების მიღების ნაწილში რაზე არის ის ახლა მორგებული, ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა კრიტიკულ ტელევიზიაში არ არის ბევრი ფული უცხოეთიდან დონორებიდან, დონორების მიერ განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი არსებობის განმავლობაში ეს ტექნიკის ნაწილში გასაგებია შეიძლება, აი მაგალითად TV პირველში ამბობდნენ, რომ ხო შეკეთება ან კამერის ყიდვა ეს გასაგებია, მაგრამ ძალიან მინიმალური იყო, ისიც ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაც სურათს ცვლიდა და ამიც ქმნიდა, მაგრამ აი რა ხდება? შეიძლება ცოტა ისეთი არაკორექტული შედარება იყოს, მაგრამ ვიტყვი, იმიტომ რომ უბრალოდ კორექტული საუბარიც საც თავისი ის აქვს, ხო? ზღვარი აქვს. უძველურს კი არაფერს არ ვიტყვი, რომ შედარების თო კონტექსტ თვალსაზრისით. აი დღეს ვფიქრობდი ზუსტად, რომ ბუქარესტის სამიტზე რაც მოხდა. როცა გვითხრეს, რომ ნატოში მიგიღებთო და ნაბიჯი ვეღარ გადადგეს. პუტინმა იმფიქრა, რომ არიქა ესენი მართლა არ მიიღონო და თავს დაგვესხა. ხო? ამ ოჯახაშენებულებმა ევროკავშირიდან გაგვიხარდა ყველას გამოვიდნენ და თქვეს, რომ მომენტალურად მას შემდეგ, რაც პრემიერა წოდებულმა კობახიძემ თქვა, რომ ევროპა ჩვენ არ გვაინტერესებსო, თქვა, რომ ევროკავშირი ყველა სამთავრობო დაფინანსებას, სამთავრობო პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, მაგრამ ამ თანხას არ მოაკლებს საქართველოს და მათ შორის ითქვა, რომ დაახლოებით 120 მილიონი ლარი, ორი ციფრი დასახელდა ზუსტად არც ვიცი, თქვა, უფრო ნაკლები 100 მილიონი ლარი მიმართული იქნება ქართული არასამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა სფეროებში სამოქალაქო სექტორის და ქართული მედიის დასახმარებლად. ორელის განცხადება. გავიდა ამდენი თვე. ველოდით, შეიცვალა იქ არჩევნების შედეგად, დაკომპლექტა ახალი ევროკომისია და ასე შემდეგ და ასალ-დასალს ვერ მივაგენით ამისას. მაგრამ ეს აღმოჩნდა სერიოზული სიგნალი ადგილობრივ რეჟიმისთვის, რომელმაც ერთადერთი რაც იცის, როგორ მიაგნოს და ამოქოლოს ყველა რესურსი, არხი და შესაძლებლობა, რამაც შეიძლება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კვებოს. ბიზნესთან თავისი ურთიერთობა თლიანობაში შეგვიძლია თქვა თითქმის გარკვეული აქვს და ამ ხრივ მედიის მხარდაჭერის რესურსი არის ძალიან შეზღუდული და სულ რამდენიმე ერთეულ ბიზნეს სუბიექტზე არის ეს დამოკიდებული, იმიტომ რომ აი free business-ის პლატფორმა ძალიან კარგია და რა თქმა უნდა ყველანი ძალიან მადლიერები ვართ ნებისმიერი სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერისთვის, თუმცა რაღაცას სხვას კი არ უწერენ, ისინი საზოგადოების ნაწილი არიან, თვითონ არიან სამოქალაქო სექტორი ამ გაგებით, ხო, მაგრამ აი რომ
გავაკვირდეთ ახლა დონაციის შესაძლებლობა გაჩნდა ასე შემდეგ, ნუ ხედავთ რომ მაინც ძალიან თავშეკავებულად იქცევიან ამ თვალსაზრისით, ხო? იმიტომ რომ ყველას თავისი ჯერ ერთი რო პრობლემები აქვს ამ ეკონომიკურ დინამიკის პირობებში და მეორე კიდე ძალიან რთულია ღია კონფრონტაციაში შესვლა. სხვა მეტი არაფერი დარჩენილი არ არის. ხა ჩვენ აქ ხელმომწერები არ აქვს, შემოსავლები არ არის, ინვესტორები ვინც კი იყვნენ ისინი ან თავისინებით გავიდნენ მედიიდან ისეთ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ან უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება თანხების ოპერირება და ტრანზაქციები ისეთი პირობები შექმნეს. ამიტომ ჩათვალეს რომ ერთადერთი რაც არის დარჩენილი, ეს არის თეორიული შანსი გაცხადებული, რომ საერთაშორისო დასავლური დახმარებებით რამენაირად იქნებ ცოტა მოსულიერდეს, მოსულიერებას არ არის ლაპარაკი, სიცოცხლის უნარიანობა შეუნარჩუნდეს ქართულმა უწყებლებს და ეს შესაძლებლობა წინასწარ დააზღვიეს თავიანთი. რიტორიკული კითხვა მაქვს, იმედს არ შეეხება ეს ყველაფერი. ამერიკის მოქალაქეა ირაკლი რუხაძე, უცხოურზალად განისაზღვრება ნეტა ოცნების კანონ პროექტი როგორ შეიძლება. ამახაც როგორ არის, იცი, თამნა რომ მაგ ყველაფერი შერჩევით. იმიტომ არ აქვს აზრი მაგ შინაარსში შესვლას რო ეხლა რაც თეონა მიკითხა ამ ხელა ტექსტი თან მეღიმებოდა რომ უყურებდი, იმიტომ რომ იგივე ტექსტი გუშინდელი ჩემი გადაცემისთვის მქონდა გამზადებული და აღარ წავიკითხე. რომ აზრი არ აქვს რომ აი ეთიკური იქ წინასწარ გაფრთხილებით ჩაწერა, ორ წყაროსთან გადამოწმება, ბალანსი რაღაცები. ეს ყველაფერი ხო არის იმისი სრულიად საწინააღმდეგო, რასაც წარმოადგენს დღევანდელი პროპაგანდისტული მედია, ხო? ხატია. იგივე ხა იმის ფლობელი ვინ არის, რასაკეთებს, ეს ფული საიდანაც მოდის და ასე შემდეგ. აქ ხო რაზეა ლაპარაკი, რომ ეს ყველაფერი ბოლოს უნდა მივიდეს სანქცირებულ ბექაურთან და უნდა მივიდეს სანქცირებულ მურუსიძესთან. ანუ წინასწარ ყველაფერი იცით როგორ შერჩევით ას. აქ რას აქვს მნიშვნელობა, რომ ყველა შესაძლო დასაჯელი თეორიული კომპონენტი შეტანილი იყოს კანონში. იმისთვის რომ რო დაჭირდება შენ დაგტვირთოს ყველა მიმართულები ჯარიმებისა და ლიცენზიის წართმევის პერსპექტივების რომ გაგაკავოს ყოველ მხრივ ამუშავოს თვითცენზურას მათ შორის რომ უბრალოდ გადარჩე და რაღაცა მაინც აკეთო ან ფინანსურად ისე გამოგაცალოს ნიადაგი სისხლის შესაძლებლობა ყველაფერი რომ ფიზიკურად ვეღარ იარსება ამაზეა ამიტომ იქ ეხა რამდენად თანაბრად მოეპყრობა ამ არხის დამფუძნებელს თუ იმედის დამფუძნებელს მურუსიძე და კახა ბექაური ამ კითხვაზე ხო პასუხი შენ რომ არ დასვა ამ სტუდიაში ისეც ყველა მიცის ზეპირად ხო ამიტომ ამ პირობებში ამ რეჟიმის პირობებში არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. რა შეწერენ იმ კანონებში, ეს ხელისუფლება არის აბსოლუტურად სრულიად არალეგიტიმური, ავტორიტარული ხელისუფლება, რომელსაც მაინც ჭირდება გარკვეულწილად რომ რომელიღაცა ეკრანი ენთოს ერთი სავით, იმიტომ რომ ერთი უკვე ჩამქრალია, დანარჩენები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ რაღაცა მაინც სათქმელი იყოს, რომ ხო აი არის, სადღაც არის, იმასაც ხდება რომ ბოლომდე გათიშვას აზრი არ აქვს ციფრულსა რაღაცა YouTube-ს მაინც ვერ გათიშავს ამბავია ჯერ. თქვათ ბოლოს ესეც რაზე გადის კრიტიკული მედიის გადარჩენის გზა, აი ამ რთულ ვითარებაში რაც აღწერე მისი ყველა ასპექტი. ორ რამეზე გადის, აქედან პირველი არის უკვე ამუშავებული მაქსიმუმად. ეს არის ჟურნალისტების, ოპერატორების, ჩვენი ტექნიკური თანამშრომლების ყველას რო არ ჩამოთვალ მათი ენთუზიაზმი. უბრალოდ მაყურებელმა უნდა იცოდნენ, რომ ახლა რო ეთერში ვართ, ეს არის ამ ადამიანების მოთმინების, მათი ოჯახის წევრების და მათი ოჯახების და შესაძლებელი მოთხოვნილებების უკიდურესობამდე შეზღუდვის შემცირების ხარჯს. ბევრი ამას უკვე ფიზიკურად ვეღარ ახერხებს და მეორე ეს არის ქართული ბიზნესის ხარდაჭერის ხარჯზე. განსაკუთრებით მაუწყებლებთან მიმართებაში ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური დონაციების მეშვეობით შეიძლება შედგეს რაღაცა გარკვეული მოცემულობა თანხისა, რომელიც მინიმალურ დონეზე მაინც მაუწყებლობისთვის ოპერატიული ხარჯების უზრუნველყოფას განაპირობებს. ამიტომ დღეს არის უკვე ის სიტუაცია, როდესაც ჩვენ განგაშის ზარს უნდა შემოვკრათ და ქართულმა ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ ან ახლა მოგვეხმარებიან, დაგვიდგებიან გვერდში, ან ხვალ უბრალოდ იქნება ძალიან გვიან ყველასთვის. ამდენად აქვთ მათ ამის სურვილი ესეც საკითხია, ან საფრთხეს შეიძლება ხედავენ ისინიც. ამაზე ამ კითხვაზე პასუხი თვითონ უნდა გაცეს ყველამ ინდივიდუალურად. დიდი მადლობა გიორგი, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი თარგამაძე, ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მასვე მშვიდობებით.